მოვედი ხეროსთან. წინ დიდი დაბრუნება გველოდება. Comeback-ი. კი. და ჩვენს უკან არის ის ახალი მანქანა, რომლითაც დაგვიბრუნდება ტრეკზე. ხო, მოიცა აქ გვექნება. მოგიყვე ხა პირდაპირ თუ, იმიტომ რაღაც შესავალი რო გააკეთე, ან კითხვის გარეშე ვარ და ვერ ხვდები. არა, გადმოვაი ხა შენთან. ოკეი, კაი. ხო და აი წინა სეზონი ერთად გავიარეთ. ისევოლი თავიდან ბოლომდე ეხლა რა ხდება მოგვიყევი შენს თავს? რა ხდება მოკლედ და მანქანას ვაწყობთ, ისეთ მანქანას ვაწყობთ, რომელზეც არ მინდა რომ 2026 წლის რაღაცა ეტაპზე ვიწუწუნო ტექნიკური გამომართაობის გამო რა. ეგეთი მანქანა რომ მიიღო, ბევრი შრომაა საჭირო. თან მაინდა-მაინც ჩვენ ხო არ გვაქვს რაღაც სახელოსნო ან რაღაც ოფიციალური და დაქირავებული ტიპები. ძმაკაცები რომ ვიცვლით ხოლმე, მოვდივართ, ვაკეთებთ ეს ქართულ ჯგუფებში რა, ეგრე გვიწევს. და მეორე თემა არის ის, რომ თან ამასთან ერთად YouTube-ი რომ აქვს კი გეცოდინება, იქაც ბევრი საშრომი რაღაცაა. ანუ იქაც რაღაც მიმართულებები დავიჭირე და რთულია უბრალოდ რომ პარალელურად ბევრი საქმე გააკეთო ერთად და თან ერთშიც კარგი იყო და მეორეშიც კარგი იყო რა. მაგიტომ გვიწევს ცოტა ეტაპობრივად ნელ-ნელა სიარული. ხო, მაგრამ ეს ვიდეო კი არა და ამ ვიზუალზე ჩემი მანქანა ბევრს ექნება ნანახი და ერთი შეხედვით ცოტა დილეტანტური თვალით რო გადმოხედავ, თითქოს არაფერი არ არის გაკეთებული, მაგრამ ბევრი ტექნიკური დეტალები მოვაგვარეთ რა, ისეთი ტექნიკური დეტალები მოვაგვარეთ, რომელიც მერე აი წყვილში რომ მიდიხარ ვიღაცას და რაღაცა რო მანქანა რო არშვება იმას, რაც შენ გინდა და აი ესაც უნდა გამეკეთებინაო, ეგეთი რაღაცები რო არ იყოს რა. მთელი იდეა ეგ არის. მეც რომ მოვედი პირველი ამისგან რამე დადგება, აი ეს კითხვა მქონდა და გაეცინა და უკვე მივხვდი რომ ძალიან მაგარი რაღაცას უნდა ველოდოთ. ხო, ნუ იდეა ხო ის არის, ხა პატარები ხო აღარ ლიჟბი გავიდეთ, ხო არ არის რა. ანუ თუ გადიხარ, მე მთელი ცხოვრება ეგრე ვიყავი, რომ ძალიან მინდოდა რომ ყოველთვის პირველზე გავსულიყავი და მაგის ვიბრძოდით რა. მაგრამ ეხა ის თადარიგი დავიჭირი რომ მირჩევნია რომ კარგი მანქანით გავიდე და კარგად ვიბრძოლოთ, ვიდრე ლიჟბი გავიდეთ და აი ზოგი რო იძახის ხოლმე რომ აი გადი მაინც ჩემპიონატზე, თავარი მონაწილეობა. თავარი მონაწილეობა არ არის ჩვენთვის, თავარი მოგება. მაგიტომ მირჩევნია რომ ესე გავყვე. იცი რა, სანამ გადავიდოდით რაღაც სიღრმისეულად მანქანის საკითხზე და იმაზე რაც გაიარე შაშანდელ სეზონში, ახსენე რომ იუთუბერი ვარ, მე ჩვენ მარხმას და უბრალოდ მაგზას დავადექით და ვცდილობთ, ხო. და აი როგორ რაღაც 100,000-ზე მეტი გამომწერი ყავს თუ სწორად მახსოვს რა, რაც ქართული იუთუბერული რეალობისთვის ძალიან რთული მისაღწევია რა. მე მახსოვს ახლა შაშან შენი არმია GDS სერიებზე, მაგრამ ეს 100,000 გამომწერი აი როგორ მიიღე, აი როგორ მიხვედი აქამდე რა? ბევრს აქვს ციფრიც და ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად ციფრს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ მე ვიცი დიდი იუთუბერები ბევრი გამომწერით, მაგრამ პატივისცემის მომენტი ცოტა სხვანაირი აქვს რა. თავარი მომენტი აქ არის ის, რომ შენი, ასე ვთქვათ, შენი მოღვაწეობით, რაც შენ გინდა, არ იყო ყალბი, აკეთო ის, რაც შენ გიყვარს. ეს უაზრო ძერსკობები და რაღაცები აი ვერ ვიტან გული მერევა, მართლა გული მერევა ეგეთ რაღაცეებზე და საბოლოო ჯამში ვართ იმ ეტაპზე, რომ ჩვენ რა მაყურებელს ყავს და კომაგობს, ანუ გარდა იმისა, რომ ბევრი კომენტარებია, რომ აი ხა სხვა GDS live-ზე ბევრი კომენტარი ხვდებოდა ხოლმე, რომ ხეროსად არის, აშვება რაღაცა აკეთეთ. ჯერ კიდევ ვახსოვართ ხალხს და ძალიან დიდი მადლობა მაგისთვის, მაგრამ თავარი თემა ყველაფერს რატომაც გიყვები არის ის, რომ ჩვენ ვინც კომაგობს და ჩვენთან ერთად ვინც დარჩა რა, არის ის მართლა გულახდილი ხალხი და ის ჩვენი მაყურებელი, ვისაც ძალიან მაგრად ევასება ჩვენი დრიფტი, ვისაც ძალიან მაგრად უყვარს ჩვენი აი ეს ყოველდღიური რაღაც საძმაკაცოს რაღაცეების კეთება, იმიტომ რომ ხედავს რომ ჩემი აზრით ხედავს რომ მეც რეალურად ერთ-ერთი მათგანი ვარ, ხო, რომელმაც უბრალოდ აი თავის ცხოვრება გადადო და დრიფტში 10 წელი ჩადო რა. ნებისმიერ ალბათ ყველგანს თქვენგან შეგეძლოთ იგივე გაეკეთებინათ და მე მგონია რომ ეგ არის
ამ მაყურებელსა და ჩემს შორის ყველაზე დიდი საერთო, რომ ერთი ჩვეულებრივი ტიპი ვარ, რომელიც ზოგჯერ დადიოდა ხოლმე გახეული წინდებით, რომ საბურავები ეყიდა და გამოსულიყო შეჯიბრზე. დღეს ეგრე ხარ არის. YouTube-ზეც ან ნორმალურად დავდექით ფეხზე, კი გეცოდინება სუპრაც ვიყიდეთ, ბევრ კომპანიასთან ერთად თანამშრომლობთ, რაღაც რო გამოვიდეს, მაგრამ ნუ დრიფტს კიდე ძალიან დიდი ფინანსები ჭირდება რა. ამასობაში გარეთ ვარჯიშობენ. ხო და საბოლოო ჯამში ასეა თუ ისეა, თუ არ ნებდები რაღაც თემას და მე მჯერა რომ საქართველოში ეხა ტენდენცია იწყება რომლის მიხედვითაც ბევრი კომპანია ცდილობს რომ ბევრი სპორტსმენი დაასპონსოროს და თავისი კომპანია წარადგინოს როგორც სპორტის მხარდამჭერი რა ეს ტენდენცია ძალიან შემოგვიწყდა მომწონს რა და მე მგონია რომ ამდენი წლის გამოცდილება რომ დაგვიგროვდა ეხა დაახლოებით 11 წლიანი გამოცდილება გვაქვს მანქანათ მშენებლობაში და დრიფტის თემაში მე მგონია რომ ძალიან ხელსაყრელი პერიოდია ეხა ეგ ჩემთვის რომ ავაწყოთ ისეთი მანქანა რომელიც დრიფტზე კარგ შედეგს მოგვიტანს მე მახსოვს რომ აი დრიფტზეც ის სერიები რაც გადიოდა თითქოს აი აბსოლუტურად სხვა ადამიანად იყავი შეფუთული იმ სერიაში ჩემი გადმოსახედიდან უფრო აი რაღაც ინტრიგანული რაღაცებს ელოდებოდა მაყურებელი და სინამდვილეში აბსოლუტურად სხვა ადამიანი იყო მე ჩემს წინაშე როდესაც უკაცრავად ინტერვიუებს წერდი რა და აი მაგ პერსონალიტეტს მაინტერესებს იმიტომ რომ შენ რაღაცა შენი თავი შექმენი მაგრამ ვიღაცებს მაინც მცარი წარმოდგენა აქვს თუ იქმნება აი რა ხდება აქ რა როგორ გავიგოთ არა მცარი წარმოდგენა არა შენ თუ იმას გულისხმობ ხარ რომ ვინმე მაგალითად კომაგობს სხვა დრიფტერს და ჩვენ არა ეგ ოკეია ჩვეულებრივი თემა მე მაგაზე ჩემ ვიდეოშიც ვილაპარაკე რომ ძალიან ცუდი თემაა, როდესაც ვიღაცას უშლის და ბნელს ეძახის, რომ ვიღაცა ტიპი კონკრეტულ დრიფტერს კომაგობს რა. ანუ ფეხბურთშიც ეგრეა და ყველგან ეგრეა. ნახე, მე მაგ მიდგომა როგორი გეტყვი, ყურე, როგორ თემაში ჩვენ არ უნდა შევფუთულიყავით, ან სხვა რა. ნებისმიერ მაყურებელს აქვს უფლება, რომ ვინმე კონკრეტულ სუბალერში გოს რა, უკომაგოს რა და ამაში ეხლა ჩვენ თუ არ ვიქნებით და სხვას ვალერშიკობენ, ჩემთვის ოკეია. მე მჯერა რომ ეგ ძალიან სწორია რა. შენ თუ დაანახებ შენ თავს, ან მე ან სხვა მეულუდი ან რა, ნებისმიერი ტიპი რა. რომ რაღაცით კარგი ტიპია, აი მაგალითად რაღაც მომენტში, აი რა მუშაობს ხალხზე, ნახე? არის რაღაც მომენტები, როდესაც შეიძლება გამარჯვება გვერდზე გადადო რა და რაღაცა სხვა პრიორიტეტი დააყენო უფრო მაღალ დონეზე რა. შეიძლება ეს იყოს სანახაობა, შეიძლება იყოს ვიღაცის დახმარება, შეიძლება იყოს რავი ვიღაც გადმოტრიალდა და აი გინდა რომ მალე უშველო და არა ის რომ მოასრიალო და გადმოხვიდე მე გამარჯვებული ვარო რა. შეიძლება ვიღაც დაიწვას ამ დროს და შენ გიხაროდეს. ანუ ხო ხვდები მომენტები არის, როდესაც ხალხის თვალში რაღაცა მნიშვნელოვანი ესე იგი ხალხი რაღაც მნიშვნელოვან ფაქტორს ადევნებს თვალყურს რა და ხვდება რომ ეს ადამიანი ჯერ ადამიანია და მე დანარჩენი მე სპორტსმენი მე დრიფტერი და ასე შემდეგ რა და მაგის მიხედვით წყდება უკვე ვინ ვის კომაგობს და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რა ხო და საბოლოო ჯამში როგორი პერსონალიტეტს არ უნდა ვიყოთ ხა მე ჩემი ბური რაღაც ჩემი პლუს მინუსები მაქვს ხო ვიღაცას თავის პლუს მინუსები აქვს რა და ეს ხალხი ვინ ვის ბალერშიკობს და ვინ ვის კომაგობს თავში გადასაწყვეტია მე მიხარია რომ ბევრი მაყურებელი ყავს ჩვენ მიხარია რომ სხვა დრიფტერებსაც ბევრი მაყურებელი ყავთ და სხვებს როგორც მე შემილია სხვებმაც მოიყვანოს თავის მაყურებელი და მაგალითად აქ ივენტზე ბევრი ხალხი იყოს ფრიანობაში იდეა საბოლოო ჯამში მაინც ის არის რომ სხვადასხვა პერსონალიტი რო ყავს სპორტში ეგ არის ყველასთვის მომგებიანი იმიტომ რომ თავარ მიზანს უნდა შევხედოთ ხო რა არის რომ ივენტი ჩატარდეს ისეთი სადაც ბევრი ხალხი იქნება ერთმანეთის ჭამა იქნება სპორტულ თემაში რა თქმა უნდა და არა ის რომ ჩუმად საბურავი დაუშვა და გავუჩემჩო ხო და თავარი იდეა არის ის რომ აზარტი შეიქმნას რა და იქ რაღაც ჩვენ შორის მუხარები იყო თუ რაღაცეები იყო ეგას თამაშის ნაწილია რეალურად რა ეხა ხო და მაგას გულისხმობდი ის კი არა რომ ვინ ვის გულს შემატკივრობს აი უკანის მაყურებელი მაგას გულისხმობ რომ აი რაღაცა ეგ თამაში თუნდაც ის რომ აი შენ რაღაცა პრიორიტეტებს
მარკეტინგული თვალსაზრისით ჩემი გადმოსახედიდან შარშან ძალიან სწორად ანაწილებდი რა, ანუ აი ეგ რაღაცა სულ ინსტაგრამზე ხვდებოდა, რომ რაღაცას ასპონსორებდით, სპონსორი ყავდა, ბევრს არ ყავს, მიხვდი, ანუ რაღაცა პრიორიტეტები სხვანაირად გაქვს რა განაწილებული. ეს და ისიც რომ აი რაღაც ცოტა ინტრიგნულად შეიფუთა, სხვანაირად, ანუ შენ არ ხედავ, ეგრე მე მაგალითად აი სანამ ინტერვიუების ჩაწერას დავიწყებდი, ვხედავდი რომ მეგონა უფრო სწორად რომ აი რაღაცა ძალიან დაპირისპირება იყო და თავარი ამ რაღაც ანტიგმირი ამ დაპირისპირების იყავი შენ რეალურად ეს არ აღმოჩნდა რა ანუ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის იმიტომ რომ ჩემზე კარგად სერიები არავის არ უნახავს იმიტომ რომ ფაქტიურად ჩემ თვალწინ დამონტაჟდა აეწყო გადავიღეთ და ასე შემდეგ რა და აი მაგას გულისხმობ იმას კი არა რომ ვინ გულს შემატკივრავს რა კი ეგ მე შემომჩნიე რა ნახე მეც რო უყურებდი ვიდეოებს რა ძირითადი ჰეითი იყო ჩემზე რატო იყო ჰეითი ჩემზე მაგას ვერ ხვდები მართლა გეუბნები ანუ თამაშის ნაწილი იყო ეგ თუ ვინმეს არ დავეხმარე თუ რამე უზმოტეთ ან რაღაც ეგეთ რაღაცები არ ყოფილა რა ხო თითქოს მართლა საბურავს უშვებდი ვიღაცას და რეალობა არ იყო ხალხო ეგ დედას გეფიცებით აქ ვიყავი ხალხმა ძალიან კარგად იცის ახლა რეალობა რაც ხდება და მეც როგორი ტიპი ვარ და რა მიდგომები მაქვს რა როგორც ჩვენ დრიფტერებთან მაქვს მიდგომები იგივენაირად მაქვს ყოველ შემთხვევაში ძალიან ვცდილობ ხოლმე რომ ინსტაგრამზე მესჩები რომ შემომდის ვიცი რომ რჩება ყველა სხვა ვერ ვნახულობ მართლა ვერ ვნახულობ იმიტომ ბევრი საქმე რო გაქვს უნდა მოცდე რაღაცისთვის რომ პასუხი გასცე ადეკვატური ხო ადამიანს უარ მიუგდე პასუხს ხო და რჩება ხოლმე რაღაცები მაგრამ იგივე მიდგომა აქვს დრიფტერებთანაც და ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ რომ ვცდილობ რომ ვინმეს რამეში დავეხმარო რა ხო და ეგ ჰეითის ნაწილი შეიძლება იყო გამოწვეული იქიდან რომ ნახე ვარაუძგეუნები რა რომ ცოტა ცნობილი ტიპი ვინც არის შეიძლება ვინმეს ქონდა ესეთი ილუზია რომ აი ცნობილი ტიპი რო არის ამას გააპიარებენ და ორგანიზაციაც იქნება ამის მხარეს რა შეიძლება ეს მოლოდინი იყო რა და მაგიტო შეიქმნა რაღაც ჰეითი ან რაღაცა ყოველ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული მიზეზი რატომაც შეიძლება ჩემს და მე რაღაც ჰეითი შექმნილიყო დრიფტერებიდან ჩემთვის არ არსებობს ანუ არ ვიცი უბრალოდ რა აი რაღაცა რო ყოფილიყო შეიძლება ის იყო თქო რომ მე თქვა აი ეგეთი რაღაც მე რავი არ მახსოვს უბრალოდ ხა ხო და რავი შეგიძლია კითხო სხვა დრიფტერებსაც სხვათა შორის ეს მართალი ხარ ბევრი დრიფტერი რო შეიკრიბება ალექსანდრე აი ეს დამპალის რაღაცა რავი ხო რატო შეიქმნა ეგ სიტუაცია არ ვიცი ვერ გიტყვი ყოველ შემთხვევაში წელსაც როგორც მივხვდი მე ის ვარ ისე რა ქვია ზივარ მაინც ჰაიპში ხარ ინარჩუნებ ხო არა მე ნახე როგორ მჯერა რა უყურე ეხა წელს ჩვენ ხო გაცშულები ვართ რეალურად აქ გვაქვს უფრო უმეტესი საქმე ვიდრე ტრეკზე და უცნაურია რომ ისევ ჩემზე მიდის ხოლმე ბაზარი იქ რაღაცეები აი იქ დამუქრებები და რაღაცა აი წარმოიდგინე სახში ძიხარ რაღაც ჩემპიონატს უყურებ ან რაღაცა ეს კომფორტულად ხარ რაღაცა და იქიდან ანუ გემუქრებია რომ ანუ რეალურად მანქანაც არ ყავს ამასობაში ხო და ანუ თელი იდეა მაგ დაპირისპირებების და მუქარების არის ის რომ იმ წელს და არა 10 წლის წინ 10 წლის მერე და არა მომავალ წელს და ასე შემდეგ ჰაიპს თუ აგორებ რა ეგ ჰაიპის აგორებაა ეხლა რა თქმა უნდა ხო და ჰაიპს თუ აგორებ რა ჰაიპის აგორების თემა არის ის რომ შემდეგ შეჯიბზე ან შემდეგი შეჯიბზე რაღაცა ანუ კონდეს რაღაც ლოგიკური დასაწყისი და დასასრული რა ანუ ჰაიპს თუ აგორებ იმისთვის რომ ოდესღაც წელიწად ნახევრის მერე ან 2 წლის მერე ვიღაცა ტიპი გამოვა და იმას ემუქრები რა გითხრა არ ვიცი ცოტა სასაცილოა არა ნუ რაღაც ალოგიკური რაღაცებია ხოლმე ზოგჯერ მაგრამ ჩემს ხო არა დამოკიდებული ცდილობა ხო და აი მაგას სულ ფიქრობდი რა მაგ იმ პერიოდში რომ აი რა ნეტა მიფიქრე კიდევ რომ რას ფიქრობს ხო რა ხერო აი საიდან მოგვი რა ხდება თუ რაღაც და არც თურმე არ შენ არ ქონია პასუხი არც მე არ მაქვს პასუხი ანუ ვერ იმ მომენტში ყოველ შემთხვევაში მთელი სეზონი ვერ ამოვხსენი აი ეს საიდან დაიწყო რა ეს ამბები ეხა იმ მაგ სეზონს რო დავუბრუნდეთ ძალიან არ გაგიმართლა როდინაშვილი აგზელებს აქ და ცეცხლი გაუჩნდა როდინაშვილი დაგმოვა ვაკი ბატონო გამოიწვა რა თქმა უნდა
მე მგონი რომ არ გაგიმართლა არ არსებობს ეგ თემა რა. შეგიძლია რაღაცები გაგითვალისწინებინა. ჩემთვის მეუბნები რა თქმა უნდა. ნახე, მაგალითად ძრავი გაგვისკდა, ხო? ძრავი ესე უბრალოდ კი არ გასკდა. ჩვენი ბრალის იყო ეგ რო გასკდა. და ეხლა გეტყვი რატო? ეს მთელი წლები ყოველ წელს ძრავზე ვაკეთებდით რაღაც პატარა აპდეიტს. ანუ ვაძლიერებდით უფრო რა. მოდი უფრო responsive-ს რო იძახი, აი სწრაფი გამოხმაურება რო ქონდეს ძრავს რა. მოდი ეგ გავაუმჯობესოთ. მოდი ცხენი მოუმატოთ. მოდი RPM ლიმიტი, ანუ რამდენს ბრუნავს ძრავი რა. მოდი ეგ მოუმატოთ და ეს თემები რომ მოუმატე, რა სადღაცას ლიმიტი აქვს, ვეღარ ძლებს ფიზიკურად ძრავი რა. ხო და გულახდილობთ რო არ მოგატყო, მე მაინტერესებდა სად იყო ეგ ლიმიტი რა. ხო და 3 წელი მაგრად გვატარა, რაღაც ჩინური დეტალებისგანაც ჰქონდა ძრავი აწოთილი, შიგნით, იმიტომ რომ ისევ და ისევ რაღაც ფინანსები, მაშინდელი ფინანსების თემა იყო, რომელიც გადავწყვეტ რომ ეგრე მომეგვარებინა. ხო და მე რო დავრჩენილიყავი ცოტა ეს კონსერვატიული მიდგომით რა და მოდი აი ეს საკმარისია და всё ამით ვიაროთ, ძრავი არ გასკდებოდა. ანუ რეალურად ჩემი ბრალია რატომაც გასკდა. მეორე თემა კიდე რატომაც ზუგდიდში დავიმტვერი რა. ეგ იყო ის მომენტი, რომ მაქსიმალურ რისკზე გადიხარ. იმიტომ რომ ისევ და ისევ თუ არ რისკავ შენ და არც გილობ მაქსიმუმის დადებას მასე ვერ მოიგებ რა. ანუ მაგ ზუგდიდის ჩემპიონატის კვალიფიკაციაზე პირველი ადგილი ავიღეთ, იმის გამო რომ რისკიანად დავდიოდით, კარგად დავდიოდით, მაგრამ ზედმეტი მოგვივიდა. ეგაც ისევ ჩემი ბრალია რა, ანუ ჩვეულებრივი თემა ახლა რომ რისკავ რაღაცას, იმ რისკს ყოველთვის რაღაც პროცენტული საფასური აქვს რა თქმა უნდა. ხო, მოყვება ისეთი რომ შეიძლება ან დაგამტრიოს, ან ძრავი გაგისდეს ან რაღაც რა. ასე რომ არ გაგიმართლა უფრო არა, ეგ ნაბიჯები რო არ გამიმართლა, ჩემი გადადგმული იყო და ოკეია. ხო, მაგრამ ელოდებოდი რომ ლიმიტი მანდ ამოიწურებოდა? არა, არ ველოდებოდი, იმიტომ რომ როგორც გითხარი 3 წლის განმავლობაში რაღაც აპდეიტებს რო ვაკეთებდით რა. ხა. აქამდე არ გქონია პრობლემა და ნუ აი 3 წლის შემდეგ რაღაც კიდე აპდეიტზე მივხვდით რომ როცა გასკდა, მივხვდით რომ ეგ იყო ლიმიტი. მაგის იქეთ მაგ ჩინურ დეტალებს ფიზიკურად გაძლება აღარ შეეძლოთ რა. ეხლა ყოველ შემთხვევაში ჩინურ დეტალებს მოვიშვით ამ ეტაპზე. გვიყენია კარგი ბრენდირებული, ცოტა ძვირადღირებული კომპონენტები, რომ იგივე არ დაგვემართოს და იმ ლიმიტს გავითვალისწინებთ, რა ლიმიტამდე მივედით და მით უმეტეს რომ ჩინური აღარ იქნება და იქნება კარგი კომპონენტებისგან აწყობილი და იმ ლიმიტირებული იმ ეტაპამდე, რაზეც ჩვენ გვაქვს გატესტილი, მაგ ძრავმა თუ იმ ძრავმა იარა 3 წელი, ამან უნდა იაროს 5 წელი მინიმუმ. და როგორ ფიქრობ ახლა ეგ ლიმიტი რომ 2024 წელს არ ამოწურულიყო, მოიგებდი, შენ იქნებოდი გამარჯობა. აი რაღაც ხო გიფიქრია ახლა მაგაზე რა? არა, სულ მე მოიცადეთ. მე მახსოვს რომ მეორე ადგილზე გავედი პირველ ეტაპზე. კი მეც მახსოვს. და მეორე ეტაპზე რა ვქენი, გავსკდით? მეორეზე არა, მესამეზე მე მგონი. მესამეზე. ხო რა, არა, ვერ იტყვი ეგრე რომ მოიგებ თუ ვერ მოიგები. არა, რაღაც ხო გიფიქრია რა, აი რაღაც მომენტში რომ აი უკვე რა იყო მაშინ, აი რას ფიქრობდი იმ მომენტში რომ ჩემი მაქსიმუმი რომ ეს ლიმიტი რო არ ამოწურულიყო, რა იქნებოდა? ხო და აი რა იფიქრე იმ მომენტში, რას ფიქრობდი რომ რა იქნებოდა? ანუ ნახე ქულების მიხედვით, რადგან მესამე ეტაპი იყო ეგ რა. ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვეულებრივად შანსი ქონდა რომ პირველ ადგილზე გასულიყავი რა, იმიტომ რომ 5 ეტაპისგან ხო შედგება. რომ მოიგო 3 ეტაპი, ყველა ვარიანტში შენ ხარ, ანუ უმრავლესობით პირველ ადგილზე და მთლიან წლიურ ჩემპიონატს იგებ. ანუ შანსი იყო მაგის რა თქმა უნდა, მაგრამ მაგას ახლა გამოვიყენებდით თუ ვერ გამოვიყენებდით, ახლა ეგ მაგის განსაზღვრა წინასწარ ძალიან რთულია. და წერა როგორც გითხარით, რაღაცას რო ვცდილობთ რომ პირველ ადგილზე გავიდეთ ყველა ვარიანტში რა. ხო და ნუ ასე რომ ეგ არის და აგერ კაცს აბრალებენ ამბიციურობას და ვერ დავაცდენინე რომ ეთქვა რომ კი მოვიგებდიო. აი ხედავთ. ხო და ძალიან მყარად გახარ, ანუ ხო აი რაღაცა ყველასთვის მიყი ფეხბურთელისთვის, შოგბურთელისთვის, ყველასთვის მიკითხავს რომ აი იმ მომენტში აი რა გიფიქრია რომ აი საუკეთესო და ყველას უთქვამს რომ აი რაღაც პირობითად საკვალიფიკაციოდან გავედიან რაღაცა რა, რაც მაქსიმუმი იყო რა და შენ ძალიან მყარად გახარ. ეხლა ეს ჩემი შეცდომა იყო, არ ვიცი, ალბათ აი რაღაცა და ამბიციურობას რო გაბრალებენ. ძალიან შეხედო რეალურად. არა, გეთანხმები, მაგრამ წეღანაც აი ტიპები რო არიან ხოლმე და რო იძახიან პროსტო რა აუ ცხოვრებაში არ გამიმართლა, ან ცხოვრებაში კი არ გაგიმართლა, უბრალოდ იმ ეტაპამდე მიიყვანე შენი ცხოვრება, სადაც გამოსავალი აღარ იყო, როგორც მე ვქენი შარშა. ხო და
ოკეია ეგ რა, ყველა რაღაცა შეცდომებზე ვსწავლობთ და ყველა იმ შეცდომებს ვიყენებთ მე შემდეგი წლისთვის და ცხოვრებაში ზოგადად რომ იგივე არ დაგვემართოს რა. აქამდე ეგრე მოვედით ყოველ შემთხვევაში. ხო, მესმის, არა, გეთანხმები. ეს კი არ არის ის რომ არ გეთანხმები მაგაში, მაგრამ რაღაცა ყველა სპორტსმენს აი რაღაცა აქვს რა იმ მომენტში რომ აგებს მაგალითად, ხო? რაღაცა უფიქრია რომ აი უეჭველი ეს რო არა მოვიგე, ანუ ოქროს უეჭველი მოვიგებ და რაღაცას, ნუ რაზეც არის ხოლმე. ეს არის რომ ვერასდროს ვერ გაითვალისწინებ წინასწარ რა მოხდება, იმიტომ რომ აქ ზოგჯერ ისეთი ტრასა იდება ხოლმე, აი ისეთი ტრასა კი მინახავს მე. რომ აი მაგალითად ვინმეს შენ რო გაქვს დახარჯული ბიუჯეტი $80,000 მაგალითად რა და ვინმეს აქვს $15,000 დახარჯული. შეიძლება ისეთი ტრასა დაიდოს, რომ იმ $15,000-იანმა მანქანამ მოგიგოს. მიხვდი? ანუ რაღაცა იმ დროს მოგივიდეს შენ შეცდომა, იმას არ მოუვიდეს და მაგით წააგო. ხო მიხვდი? კი, როგორ არა. წინასწარ მაგის განსაზღვრა რომ მე ყველაზე მაგარი ტიპი ვარ, მე ყველაზე მეტი გამოცდილება მაქვს, ყველა ზვირიანი მანქანა მყავს რა, ეგ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვა რომ შენ უეჭველი მოიგეთ რა. რთულია. შანსები მეტი გაქვს, ბაზარი არა. ანუ უპირობო გამარჯვება არ არის ხო? თქვი რა. აი აქ. აი ხა თქვი რომ 80,000 შეიძლება დამიჯდეს მანქანა 15,000-მა მომიგო. აი ქართული მოტოსპორტის და ავტოსპორტის რეალობაში რა, ანუ და იმ რეალობაში თქვათ რომ მთელი დღე აკატარებ და შეიძლება სხვაგან ვერ მუშაობ და რაღაც ბევრ ადგილას ვერ მუშაობ, ხო? აი რამდენად რეალურია რომ $80,000 მესმის ესე ნაწილ-ნაწილ ხდება და ესე ავიღეთ $80,000 მე შოკით გადავიკიდეთ და მოვიტანეთ და ჩავდეთ არ არის. მაგრამ $80,000 ხა ძალიან დიდი ფულია, ხო? იმისთვის რომ შეიძლება სადღაც მოსახვევში დაეჯახო და 40 დაკარგო იმ მოსახვევში. აი როგორ მოდის ეს ფული? სად შეიძლება იშოვო $80,000 რომ მე მიიღო ის მანქანა, რასაც მიიღე? შეიძლება ახალი ქათი გააკეთო და როგორ ვიშოვოთ $80,000 ეგრე გაყვე. სწავლობ როგორ ვიშოვო $80,000. კაი, ნახე. თელი ცხოვრება ვიზახდი რომ აი გარაში რაღაცას რო ვაკეთებდი ხოლმე ნეტა ამაში ვინმე ფულს მიხდიდეს მეთქი რა. ამას ვიზახ თელი ცხოვრება და ჩემს მაკაცსაც ახსოვს ხოთი შორს რაღაც გადაცემაში ვთქვი ეგ რა და კაკრას მაკაც მივწერე მეთქი გახსოვს რო გებაზრებოდი მეთქი ამას თქვა და კიო ზუსტად ეგრე იყო რა ხო და რაღაცნაირად ისე აიწო ჩემს ცხოვრებაში რომ რასაც ვაკეთებ იქ ავტომობილების დრაგის გადაღება იქნება, დრიფტის გადაღება იქნება, მანქანის აწყობა იქნება თუ რაღაცნაირად აიწყო ეგ შეიძლება ნაწილობრივ გამიმართლა, წეგანასაც ვიძახდი, ნაწილობრივ ჩემბრალის იყო, ნაწილობრივ შეიძლება სწორ ადგილას მოვხვდი მე და ისე აიწყო რომ YouTube-დან, ანუ რასაც ვაკეთებ ვიღებთ, იქიდან ფინანსური შემოსავალი გვაქვს. ამ წელს კიდევ ვცდილობ, რადგან დრიფტს ყურადღება მოვაკელი, ვცდილობ რომ YouTube-ის მიმართულებით უფრო განვითარდე კომპანიას ველაპარაკებით, რომ რაღაცა საფუძველი გავამზადოთ 2026 წლისთვის რა. და მთელი იდეა ხა შენ რასაც მეკითხები არის ის რომ YouTube-ი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ფინანსები ამას ჩავდოთ ჩვენ საყოველთაო საქმეში და რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცები ავაწყოთ. მე ვერ გეტყვი ეხა რომ ვერ გეტყვი კი არა გეტყვი უბრალოდ $80,000 ეხა YouTube-დან ამში აღიდება. ზღაპარია ხალხო ეგ. არა, უბრალოდ ამ 10-11 წლის განმავლობაში აი მაგალითად აი ეს სილვია კარგ მომენტში ჩავიდე ხელში და კუზა ვიყიდე $3,500-ად. ეს არის ატმოსფერული ძრავი, ორი ჯეიზი, რომელიც ჩონჩხი ასე ვთქვათ რა. ხა. ვიყიდე $800-ად და თუ ცოტა ფული გიჭირავს და ცხოვრებაში იცი რა დაგჭირდება სამომავლოდ და ეს ეტაპობრივად იაფიან რაღაცებს ყიდულობ და ასაწყობებ, აი ხა კამერის უკან არის ერთი დიდი კარა და სადაც ბევრი რაღაცაა დაწყობილი რა. დაგანახებთ მე. ხო, მაგ შემთხვევაში ბევრად იაფიჯდება შენი პროექტი, ბევრად იაფად გამოდიხარ რა, ვიდრე მაგალითად თქვათ, რომ აი შენ ეხა 100,000 გაქვს, ესე მოკიდებული და შენ დრიფტკარი გინდა რა. შენ დაგიჯდება 3-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე საჭირო მომენტებში საჭირო კომპონენტები ვიყიდე იაფად. აი მაგაშია სხვაობა რა. შესაბამისად 80,000 ეს არ მიჯდება. ბევრად იაფი მიჯდება. არ ეს პირობითი რიცხვი იყოს, არ ვიცი რა გიჯდება, მაგრამ ნუ აი გამიგია რომ ყოფილვარ დრიფტზე რომ აი რაღაცა ეს 70,000-ით ამის და ის და სულ მიკვირს რომ ანუ რაღაც მოსახვევში შეიძლება მართლა $20,000 დაკარგო რა და ძალიან რთულია ხო აი ამ რეალობაში ადგე და რაღაცა აი ამ ხელა ფული ხარჯო და ეს ხო შენ იცი და მე მაგათად არ ვიცოდი ვიღაცა ხა ჩემ მაყურებელმა ჩემი YouTube-ის მაყურებელმა შეიძლება სულ არ იცის რომ ხო ესე მე შოკით არ მოდის ფული და არის ნახე ერთ მოსახვევში $20,000
დოლარის რისკი რა თქმა უნდა გააქვს 20 ან 50-ან 100 რა, პირობითი ეგ ის რამდენი რამ ფასიანი მანქანა ყავს. მაგრამ მეორე თემა არის ის, რომ მაგის გარდა კიდე გაქვს უზარმაზარი ხარჯი, რომ მანქანა შეინახო. საბურავები, ზეთი, ბენზინი, რაღაც სვეტად დეტალები, მოხოვის კუთხე გამოვიდა მწყობრიდან ახალი უნდა იყიდო $2000 ღირს მარტო ეგ რა. და მაგ თანხას, აი ხა რასაც მემონები, $20000 არის დაახლოებით 2 ან 3 შეჯიბრი საქართველოში. ანუ მანქანაზე არაფერი ვერ მოგივიდეს რა. აი, ძიმე დაზიანება რო არ მიიღო, საბურავები, ვარჯიში ტრეკის გადასახადი, საწვავი, რავი, წინა სლიკები უნდა შესვალო, რავი, ბევრი რაღაცა ხდება რა, ხო ხვდები? ეგ ხარჯი მაინც გაქვს. ანუ ყველა ვარიანტში. და შარშან GDS-იც თქვი, ჩვენი მოღვაწეობა მთლიანობაში დაჯდა $200,000 მაგალითად. და ძალიან ბევრია და თან წარმოიდგინე ოიგ $200,000 იცი როგორ დაჯდა? აი რო უჭერ თანხას, ხო იცი რომ აი მოდი ბევრ საბურავს არ დავხარჯავ. აი მოდი დღეს არ ვარჯიშ, ხვალ ვივარჯიშებ. მაინც მოჭერილად არის რა და შენ თუ ვაბანკზე მიდიხარ რა, მეტი დაგიჯდება ბევრად. აი ბევრად მეტი დაჯდება. და რეალურად უკან არაფერს არ იღებთ. აი მაგაზეც ვფიქრობდი რომ ვიღებდით ამ GDS სერიებს, რომ უკან რეალურად არაფერსაც არ იღებთ რა, გარდა იმისა, რომ სიამოვნება გიყვართ, იმიტომ რომ ანუ რაღაც $200,000 დაგიჯდა GDS-ზე ასპარეზობა და უკან ამიიღე. ანუ საქართველოში ეხა მაგალითად აი ფორმულა 1-ზე იმ ხელა თანხებს გამოიმუშავებენ, სულ არ გაიმარჯვენ, ხო? და აქ აბსოლუტურად სხვა რეალობა არის რა. ანუ ამ ხელა ფულს ათხლიშავ, იმაში რაც ყველაზე მაგრა გიყვარს და ფიდბექი უკან არაფერი არ აქვს. ნუ მე რაც დავინახე და ეხა შენ რას იღებ ამ ყველაფრისგან სიამოვნების გარდა? უკან იმაზე ბევრად მეც ვიღებთ, ვიდრე ფინანსური თემა. ვიღებთ კომაგობას. აი რა მაგარი ხარ? ვიღებთ რომ ვიღაცა შენზე ლაპარაკობს, ვიღებთ იმას რომ შენ Instagram-ზე და Facebook-ზე ვიღაცები გწერენ, რომ ძალიან მაგრად ატარე, ან გული არ დაიწვიტო, ან გილოცავ, ან რაღაც ნებისმიერ თემას რა. ეგ თემები არის, რომელსაც ფული ვერ ჩაანაცვლებს რეალურად. მაგრამ მაგ თემებს ჩემ შემთხვევაში იმის გამო, რომ ხალხი გქონაგობს და გვერდში ვიდგას, მოყვება კომპანიებისგან დაინტერესება, იმიტომ რომ თუ შენ მართლა ჩვეულებრივი ტიპი ხარ, რა ისეთი რა, რომელიც მართლა სპორტსმენი ხარ და იბრძვი პირველობისთვის რა და თან ამას ანახებ და თან შენ ხალხის ზურგი გაქვს რა, კომპანიებიც ხედავენ ამას და კომპანიები ამას რო ხედავენ, შენთან ურთიერთობა უნდათ. მაგიტო რო გითხრა რომ ოკეი, მე GDS-მა ჯიბეში არ ჩამიდო რაღაც 5,000 ან 10,000 ლარი. მაგრამ მაგას სინამდვილეში ჩემ შემთხვევაში ვიძახი, ყველასთან არ არის, იმიტომ რომ ყველას YouTube-ი არ აქვს. რა თქმა უნდა. რაღაც ზოგი Facebook-ზე Twitter-ს და რა. მეც მარტო შენ შემთხვევას არ გულწრფობ ეხლა. ვიღაცებს მგონია რომ მანქანაც ხო განსხვავებული აქვს, ნაკლები შემოსავალი აქვს და მეტი გასავალი აქვს მაგალითად რა. ძალიან რთულია. გასავალი აქვს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ისე აღმოჩნდა, რომ მაგ მოღვაწეობას ისეთი ფონი გაუკეთდა ჩემს ირგვლივ, რომ კომპანიები მოდიან დასპონსორებაზე რა. და ეგ ანუ რაღაც პერიოდი, აი მაგალითად 10-11 წლის წინ დრიფტი რო დავიწყე, სულ მინუსში გავდიოდი, სულ მინუსი იყო წლების, აი სულ მინუსი იყო და ეხა სიტუაცია გაიჩნდა, რომ მე შემიძლია რაღაც კომპანიას შევთავაზო, რომ მე სპორტსმენი ვარ, გამოდივარ აქ და აქ, შეიძლება GDS-ი არ იყოს რაღაც ყაზახეთი ან ესპანეთი ან არა ჩასული მაინდამაინც რაღაც კონკრეტულ ჩემპიონატზე. და მოდი დავდოთ ხელშეკრულება, მე შემიძლია მოგიტანო ეს და რაღაც კომპანიები ამაზე მოდიან. რა ეხლა მაგალითად შარშან Max Power-ი იყო მაგაზე ამოსული და ძალიან მხარში გვედგა. ეხლა პაუზა გვაქვს იმის გამო, რომ მანქანა არ ყავს ფიზიკურად, რომელსაც ეხლა ტესტებს დავიწყებთ და დაალაგდება რაღაც სიტუაცია და დავიწყეთ ისევ კომპანიებთან ურთიერთობას, რომ მოდი 2026 წელს გავაკეთოთ რაღაც საერთო პროდუქტი. შეგვიძლია ვაჩვენოთ თქვენი კომპანია აი ამდენ ხალხს. შეგვიძლია პოზიტიურად შევხვდეთ ეს ყველაფერი და ხალხსაც მაგრად გაუსწორდება თუ შენ ჩვენ გვერდზე დადგები რა და ერთად ვიბრძოლებთ პირველობისთვის რა და ეგ რეალურად მუშაობს. რთულია, იმიტომ რომ დრიფტზე პატარა თანხის აღება არავის არ უნდა რა. ნახე, დრიფტზე შენ რო დრიფტი რო გიждდება რაღაცა 100,000, 150,000 ან 200,000 რა, შენ ვერ წამოხვალ თვეში 1000 ლარზე, ვერ წამოხვალ
აი 5000 ლარზეც ჭირს რა. არ ყოფნის არაფერს. ანუ ხო, ეხა როგორი თემა იცი, შეიძლება რამოდენიმე წამოიყვანო და მთლიანი ბიუჯეტი გავსო მაგით რა, მაგრამ ბევრით და ცოტა, მაგრამ ერთი სპონსორი ყავს და ცდილობ რომ 5000 ლარით ყველაფერი გასცე მაგით რა. არ ყოფნის, იმიტომ რომ წელიწადში არის 60000 ლარი არის რა და არ გეყოფა. ანუ ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ უნდა დადო 60000 ლარი და იმ კომპანიას უნდა დაადებინო რა და ამ ეტაპზე სადაც ეხლა ვართ, ვცდილობ რომ ეგრე არ მოხდეს. ანუ ვცდილობ რომ რაღაც კომპანიას ჩავადებინო, რამოდენიმე კომპანიას ჩავადებინო ფინანსები, რომ ჩვენ წავდგეთ სრულყოფილად რა. ხო, ასე რომ რაცაც მეკითხები შენ რომ შენ რა მოგცა თანხა რომ დახარჯე, მე ბევრად მეტი მომცა ვიდრე ფინანსებია. ფინანსებიც მომცა, მაგრამ ხალხის გვერდში დგომა მომცა. ანუ ეგ ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ფინანსები რა. ნებისმიერ სიტუაციაში საბოლოო ჯამში შეიძლება მაგან მიგიყვანოს იქამდე რომ ფინანსებიც ძალიან კარგად მოვიდეს შენამდე რა. მაგ ხალხის სიყვარულმა და ყველაფერი სიყვარულზე გადის ეგრე გამოდის. ცოტა ისე რომანტიკულ თემაზე გადავდივართ, ყველაფერი სიყვარულზე გადისო, მაგრამ რეალურად ხალხს რო უყვარხარ ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მინახავ ზუგდიდში და ქუთაისშიც და ბევრგან რომ ანუ რაღაცა 300 კაცი მოცვივდებოდა ხოლმე და ხერო და ანუ ეს ხო პატარა ამბავი არ არის. და ძალიან ვახასებთ მაგას. ხო და ეგ ხო სიყვარულია ესე უბრალოდ რომ ვიღაცას რაღაცა შენი მანქანა მოწონდეს, ხვალ შეიძლება ვიღაცის მოეწონოს. აბსოლუტურად. ეგრე. ხო. დიდი დაბრუნება ვახსენე. რა გეგმები გაქვს 2026 წელს და ხომ მოესწრება? დიდი დაბრუნებას რაც ეხება გეგმები მაქვს ესეთი რომ ამ წელს იქნებ ერთ ეტაპზე ვიარო, იმიტომ რომ მანქანის ტესტი თუ გინდა, მარტო სიარულით ვერ ტესტავ მანქანას. ვინმე ხელში უნდა გაყვე, იმაზე უნდა ინერვიულო რომ ვიღაცა მოგზდევს, იმაზე უნდა ინერვიულო რომ შეჯიბზე გადიხარ და აი ეს კომპლექსურად ბევრი თემა რო გაწუხებს და ბევრი ბარიერი რო გაქვს რა, მაგ დროს შენ მართავ მანქანას ისე როგორც საჭიროა, მაშინ ჩანს და მეორე თემა არის მანქანა მოყვება თუ არა იმ ყველაფერზე, რასაც შენ ეუბნები რა. მაგიტო იცი? ერთხელაც ჩამოივლის ახლა. მაგიტო ესე პირდაპირ მაგარი მანქანა ააწყე და 2026 წელს აი CEO ყველაზე მაგარი ტიპები ვართ, ეგრე არ ხდება. უნდა გატესტო, ნახო პრობლემები გაქვს თუ არა. დახვეწო და ისე უნდა შეხვდე 2026 წელს. ანუ ყველა ვარიანტი შეგიძლია საჭირო. მაგიტომაც შევესწრები რომ თადარიგი დავუჭირო, იქნებ ერთ ეტაპზე გავიდე, ალბათ უფრო GDS-ზე, იმიტომ რომ ყველაზე ტოპ ლეველია ეს ჯერჯერობით. GDS-ი და მე უკვე შევხედოთ რა, როგორ დავარქმევ თავს 2026 წელს. სხვა კიდე რა გეგმები გაქვთ? ყაზახეთში ლაივს ორგანიზატორებმა რო გადახედეს, ჩვენ რო გამოდიოდით, მე მოვიდნენ და მანახეს просто საქართველოს დროშები იმდენი იყო, ან ისეთი გასპამული იყო, რომ საქართველოს დროშის იქით არაფერი არ ჩანდა რა. ეგ არ უჭირს ქართულ ხალხს. გადაოფო. ანუ ამდენი ტიპი საიდან მოხდაო აქ რა? და ეგ მაგრად გაგვისწორდა. იმიტომ რომ იქ გამოჩნდა ის, რომ ბევრი ქართველი უყურებს ქართულ სპორტსმენებს და ვინც არ უნდა იყოს იქ მეც მაგრად ბალერშიკობ, მე თუ არ გავიცი სხვასაც ამ ბალერშიკობ, ნებისმიერი ტიპი ვინც საქართველოს სახელით სადმე გადის, მნიშვნელობა არ აქვს. სომხეთი იქნება ყაზახეთი რაღაცა, ყოველთვის მეც ისე ვარ, მოწადინებული ვარ, რომ ხალხსაც მოვუწოდე, რომ უქომაგოთ რა. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რატო იცი რა? ტიპები რო ხედავენ დიდი აქტივობა მოყვება რა, რაღაც ქვეყნიდან ჩამოსულ ტიპს რა, იმ ტიპთან მერე უნდათ თანამშრომლობა ყველა ვარიანტში. და ხვდებიან რომ ეგ გამოიწვევს იმ ივენტის უფრო მაღალ დონეზე ჩატარებას, პოპულარიზაციას და ბევრ რამეს. ხალხი უყურებს, მეტი გამოხმაურება აქვს, მეტი ხალხი საუბრობს მაგაზე და ძალიან მაგარია, ასე რომ ვინც არ უნდა იყოს, უნდა უბალერშიკოთ რა, ქართულზე ვიძახ. ყველაზე ახლოს ყაზახეთი არ არის დრიფტ ჩემპიონატების მხრივ, სამწუხაროდ ხა უკრაინაში ისეთი ამბებია, ყველა მიცით და უკრაინაში ძალიან მაგარი ჩემპიონატები ტარდებოდა. ეხაც რაღაც დელოები აქვს, მაგრამ ყველა მიცით რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია რაღაც გაკეთება სანამ არ დასრულდება. უსაფრთხოც არ არის ჩასვლა. თავისთავად. და არის კიდე თურქეთის ჩემპიონატები, სომხეთის რაღაცები არის ხოლმე, მაგრამ ყაზახეთში არის ეხა უკვე ის დონე, რომელიც ისე მალე აწის დონე, რომ აი არ ვიცი, ყველას ყვა ჩამოგვივარდა რა, ეხა დრიფტერებზე მოქმედ საუბარი, ვინც უშუალოდ ხვდება იქ რა პილოტები ჩადიან, რა ტრასაა
ივენტის დონეს გეუნები რა. ხო, მესმის ორგანიზება და რა. ჩადებული იქ ფეიერვერკებიდან და მანქანების აფეთქებიდან დაწყებული, აი უზარმაზარი ფინანსებია რა. ხალხიც მაგრად ანუ ვალერშიკობს, მაგრად კომაგობს, ბევრი ხალხი დადის და ძალიან მაგარია. ამ ეტაპზე ყაზახეთის თემა არის ჩვენთვისაც იდეალური რა. ძალიან საინტერესოა. თან მან ხო ის თემაც არის, რომ სოფლიოში ყველაზე ერთ-ერთ მაგარ დრიფტერებს იცნობ და ურთიერთობა გაქვს რა. რაც კონტაქტებს აგროვებ რა. კი და ჩვენც რო ვიყავით, მაშინაც ქართული ღვინოები დავრბოდი, ჭაჭა გქონდა. თავურ ორგანიზატორს ჭაჭა გაუგზავნე, იქ ვიღაც იაპონელი იყო ერთი ტიპი, რომელიც საჯი იყო. იმას ქართული ღვინო ვაჩვე და რა ყოველ შემთხვევაში მართალია ჩვენი მანქანით ვერ ჩავედით და ვერ ვიასპარეზეთ ისე როგორც საჭირო იყო, იმიტომ რომ რაღაც 60-50 ცხენის ძალიან მანქანა მოქცეს. მაგრამ ეგას პრინციპში ოკეია, იმიტომ რომ ხანდახან ასპარეზობა უფრო მთავარია რა. არა? ნუ ეგრევე მომიჭა რა. კარგი არის ის რომ მანქანა რაღაცა დაგვითმეს, უფასოდ საერთოდ, იმიტომ რომ რაღაც ბევრი პრობლემები იყო, არ მოყვები ხა პრობლემებს და მაინც კარგი იყო რომ საქართველოს დროშა გამოჩნდა, იქ ტიპებმა ვიღაცა ტიპი გააძრეს საქართველოსთან, რომელიც ასე თუ ისე ნორმალური ტიპია, რაღაც კონტაქტები შეიქმნა და რაღაცა ოდნავ პატარა საფუძველი გამზადდა რა, იმისთვის რომ სამომავლოდ კიდე ურთიერთობა გქონდეს რა. ასე რომ ხო, ყაზახეთი არის ძალიან კარგი ვარიანტია. მე მგონი ძალიან კარგი ინტერვიუ გამოგვივიდა. და მეც ეგრე ვფიქრობ. ნახოთ, შევხვდებით YouTube-ზე. აუცილებლად. ძალიან გამიხარდა შენი ნახვა და მეც. გელოდები 2026 წელს. მადლობა. ხომ არქი გამოიწერეთ. ხო, დამავიწყდა. აი, ნახე, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი YouTuber-თან კომუნიკაცია, იმიტომ რომ გამახსენა არც ერთხელ ამითხოვს. გამომიწერეთ, გამოგვიწერეთ, ძალიან საინტერესო სპორტულ სიახლეებს შემოგთავაზებთ და ისედაც შეგიძლიათ ძველებსაც გადახედოთ. ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით. მესმის.